მოგესალმებით, თავისუფლება სინდისის პატიმრებს ძალიან მცირედით გამოვეხმაურები, მეც ახლა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უნდა დაბრუნდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიო, საჯარო დისკუსიაო, გეგონება მე გავაუქმე ეს საჯარო დისკუსია. თან ამას ამბობს ადამიანი და ის ძალის წარმომადგენელი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს და ვინც არის, ხო, ამ ქვეყანაში, რომელსაც უჭერს აბსოლუტური უმრავლესობა რეალურად და ამ შედეგებითაც 24 წელს რომელიც გამოგვიცხადეს, ხო, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამას აუქმებენ და უნდათ ახლა დებატები დააბრუნონ, რაღაც დემოკრატიაობანა წაითამაშონ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ხო, რომ ვიწევდით მათ დებატებში, მათსავე იმედი ხო საერთოდ არასდროს არ იწევს არც ერთ ოპოზიციონერს პირდაპირ ეთერში. 2020 წელს ლელო ახალშექმნილი პარტია იყო და ჩვენ დავაინიცირეთ საკანონმდებლო ინიციატივა გქონდა, რომ სავალდებულო ყოფილიყო დებატების ვალდებულება გაჩენილიყო წინასაარჩევნოდ. ნუ გვახსოვს, ყოველთვის უარი იყო ხოლმე მათი მხრიდან და ახლა როდესაც ძალაუფლება მიიტაცეს, არჩევნები მოგვტაცეს, რეპრესიული კანონმდებლობა აქვს, პოლიტპატიმრები გვყავს, ანუ ამაზე არ უნდათ ვისაუბროთ და რაღაცა თემა წამოწიონ თითქოს, რომელზეც ახლა რაღაც დემოკრატიულობანას თამაშს დაიწყებენ. ბუნებრივია ეს არის არასერიოზული. რაც შეეხება მეორე დიდ ცოდვას, გულისხმობ საგარეო კუთხით, ხო, რომელიც ადევს ქართულ ოცნებას, მათ დააკარგვინეს ამ ქვეყანას არა მხოლოდ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივა, არამედ საქართველოს დაუკარგეს ის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და პრაქტიკულად ყველაზე მთავარი უპირატესობა, რაც ჰქონდა ქვეყანას რეგიონში, ხო, სატრანზიტო ფუნქცია. გასული წელი იყო, მე მგონი პირველი წელი, როდესაც დავოსის ფორუმზე საერთოდ არ იყო საქართველოს მიწვეული და მიუნხენის კონფერენციაზეც წელს ეს განმეორდა, სწორად აღნიშნეთ, რომ ერთადერთხელ იქნა ახსენები ისიც პრეზიდენტ ალიევის მიერ და თქვა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ ის კერძოდ რომ სატრანზიტო ტვირთები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა, ახლა გაივლის სომხეთის ტერიტორიაზე. იყო კონფლიქტი, იყო ომი და ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ პრეზიდენტ ტრამპის ძალიან დიდი ძალისხმევით ახლა ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივა არის და სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაიდო ახლა კიდევ ცალკე შეთანხმება, საქმე ეხება იმ დერეფანს, რომელიც აკავშირებს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიას, იქ პირდაპირ არის საუბარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფაზე, გარანტორად უდგება ამერიკის შეერთებული შტატების სომხეთს, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში პოლიტიკურად იყო რუსულ ორბიტაზე, შეიძლება ვთქვათ. და ახლა ალიევის განცხადება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ამ ფუნქციასაც კარგავს, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო ყველა ხელისუფლების დროს ესე მოიპოვებდა და მოიპოვა, დაიმკვიდრა და არათუ ახალ რაიმე ფუნქციასა და მნიშვნელობას იძენს ეს ქვეყანა იმ დროში, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ, ხო? ძალიან დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებებია და ბუნებრივია ყველა ქვეყანა თავის საუკეთესო ინტერესების დასაცავად ეძებს ოპტიმალურ გზებს და იპოვნეს მათ დასასიხარულოდ, რა თქმა უნდა, ჩვენმა მეგობარმა და მეზობელმა ქვეყნებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა და საქართველოს რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება მისი ფაქტობრივად ძალაუფლებაში ყოფნა და თითოეული დღე, როდესაც ისინი არიან ამ ქვეყნის მართვის სადავეებთან, ძალიან ძვირად უჯდება ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ პერსპექტივას და სტაბილურობას, ეს ეხება უსაფრთხოებას პირველ რიგში და იმიტომ ვახსენებ სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დადებული შეთანხმება და ის ჩარჩო, რომ სუვერენიტეტის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე არის იქ საუბარი. ჩვენ, როდესაც გავწყვიტეთ ევროკავშირთან ურთიერთობები და შეაჩერა კობახიძემ თვითნებურად გულისხმობ ქართულ ოცნებას, ეს არ არის მის პირადი გადაწყვეტილება. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმდა, ანაკლიის პორტი ეს უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, ხო, ამ სატრანზიტო ფუნქციისა ასევე შეაჩერეს. საქართველოს სამწუხაროდ რჩება იმ რეალობის წინაშე, რომ გახდეს ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, ამ შემთხვევაში
შემთხვევაში თურქეთი არის, ხო, უშუალოდ ჩვენი მომიჯნავე. ეს არის ის, რაც უნდა რუსეთს საქართველოში. ეს არის ის, რაც ივანიშვილის რეჟიმმა განსაკუთრებით ბოლო წლების პოლიტიკით, მავნებლური და მოღალატური პოლიტიკით მიაღწია და აღუსრულა რუსეთს წადილი საქართველოს მოსახლეობას, ეს უქადის სიღარიბეს, ეკონომიკურ დაღმასვლას, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას და რეალურ პერსპექტივობას. პოლიტიკურ ნაწილზე გადმოვიდეთ, მოდი ქვეყნის შიგნით. საუბრები მიდის პოლიტიკურ პარტიებს შორის ახალი დინამიკის პოვნასთან დაკავშირებით. დიდი ხანი ამაზე ვლაპარაკობთ. უნდა ვაღიარო, რომ ვიღაცამ შეიძლება ირონია შემატყოს და კი ცოტა ირონულად უყურებ, სანამ არ ვნახავ შედეგს. უკვე თუ არა ვიხილნე, არასადა მრწმენეს. სანამ არ ვნახავ მე პოლიტიკურ პარტიებს შორის რაღაცა შედეგს მიაღწევს ეს ლაპარაკი დარჩება ლაპარაკად. თქვენ როგორ უყურებთ ამ ამბავს ლელოში? იმიტომ რომ თავარი წინააღმდეგობა ხო რა იყო? თავარი წინააღმდეგობა იყო არჩევნების გარშემო. ეს არჩევნები მოვიდეთ უკან უკვე. თუმცა დარჩა ბევრი უშნოდ ნათქვამი სიტყვა. ესეც უკან დარჩა? თუ განაპირობებს საუბრის დინამიკას ახლა პოლიტიკურ ველს? ის რაც იყო და რაც მოხდა და კონკრეტულად ეს ეხება ბუნებრივია 4 ოქტომბრის წინა პერიოდს, ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს დაყოფა, ეს იერიშები, რომელმაც ზოგადად პროცესი დააზიანა, აქ არ არის საუბარი კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და თუნდაც კონკრეტულ პარტიაზე. მე შეგახსენებთ, ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის მაშინაც და ახლაც იყო ის, რომ ფოკუსი უნდა გასწორებული გქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ოცნებაზე, თუმცა ის ფურცელიც გადაშლილია. მე არ მინდა ახლა ამაზე საუბარი და დეტალური გარჩევა როგორ იყო და ვინ იყო მართალი. აქ საუბარი არის პროცესზე, რომელიც არის ძალიან დინამიკურად ცვალებადი, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე არის ეს სახელმწიფო, როგორც თავიდანვე ჯერ კიდევ 2024 წლის 24 წელს, როდესაც წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო, მაშინაც ვარაუდობდით ხო და არ გქონდა მოლოდინი, რომ ეს რაღაც სპრინტი იქნებოდა, უყურებდით ამას როგორც მარათონს, გრძელვადიან პროცესს და დიახ, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება, რაღაც კონკრეტული პარტია ეს არის რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული რეჟიმი და ყოველდღიურად დაც არა მხოლოდ ყოველთვიურად ეს ქვეყანა მიექანება საშინელი უფსკრულისკენ, მიექანება რუსეთისკენ, მიექანება სტაგნაციისკენ, იხჩობა კორუფციაში, ეს რეჟიმი არის აუცილებლად მოსაცილებელი. ვერაგია რეჟიმი, თუმცა ვატყობთ იმ სიმპტომებს, როგორიც აქვს ხოლმე ბოლო ჟამს მყოფ რეჟიმებს, ხო, მათ შორის თავისი შიდა დაპირისპირებებით. ამიტომ აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ეროვნული ძალები და აქ არ გულისხმობ მე მხოლოდ და მხოლოდ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს. გულისხმობ წინააღმდეგობაში მყოფ საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც ხან რუსთაველზე დგას, ხან ახლა შაბათობით იცით მრავალათასიანი მარშები იმართება, მაგრამ ის ადამიანებიც, რომლებიც არ გამოდიან, მაგრამ არ შეუწყვეტიათ ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა, უკმაყოფილება ყოველ შემთხვევაში მათში არის ძალიან დიდი და ყოველთვის მზად არიან, რომ შეუერთდნენ ძალიან დიდ ტალღას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ოღონდ რას ნიშნავს ეს ერთიანობა? არავითარ შემთხვევაში ჩვენ ძლიერ საქართველოს ლელოს ეს არ წარმოგვიდგენია როგორც რაღაცა პარტიული შერწყმები. როგორც გვესმის, ხო? კონსულტაციები და კოორდინაცია არის მნიშვნელოვანი. ამის ავანგარდში ვიყავით ხოლმე ჩვენ არათუ მომხრენი ყოველთვის. გახსოვთ ჯერ კიდევ 2024 წელს ის ალტერნატიული პარლამენტის იდეა იქნებოდა, შემდეგ ქართული ქარტია, სალომე ზურაბიშვილის ფორმატი, ყველა ფორმატი, რომელიც ჩვენ ბოლოს დავტოვეთ. მათ შორის გასულ წელს არჩევნების წინ მოწოდებები და კონსულტაციები რა და როგორ შესრულდა, ეს კიდევ სხვა საკითხია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამის მომხრე. საერთო სტრატეგია ის პრინციპი, რომ რეჟიმი გვაქვს ჩვენ ერთად დასამარცხებელი, საზოგადოების კონსოლიდაცია, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, თავისუფალი კრიტიკული მედიის. უნდა იყოს მათ შორის ამ საუბრის, ხო? აი, რაზე უნდა შეთანხმდეთ? ეხლა მოდი დავიწყოთ, თქვენ დღის ზიგი რა არის, როგორც პარტიის. ხო, საარჩევნო ციკლი არ არის. საარჩევნო ციკლი არ არის და ამიტომ მე არ მინდა რომ საზოგადოებაში დარჩეს ეს არ არის რაღაცა სპეკულაციები, რაღაც პროგნოზები, მაგრამ ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს რომ არის რაღაც მოკლევადიანი გამოწვევები, უბრალოდ ის რაც დღეს ხდება
კონკრეტულად უახლოეს პერიოდში რა არის მოსალოდნელი და არის ცოტა უფრო მეტად გრძელვადიანი. არსებობს რაღაც ფორმატები პოლიტიკურ პარტიებს შორის, ჩვენ კონსულტაციებისთვის ყოველთვის მზად ვართ. იმ კონსულტაციებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება და მოემსახურება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას, კიდევ ერთხელ კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კონკრეტული გეგმის შესახებ ჯერ არაფერი გვსმენია, მიგვაჩნია რომ საქმიან ფორმატში ურთიერთობა და პერსონალურ დონეზე მათ შორის გვაქვს სხვა პარტიების და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებთანაც, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს რაღაც კონკრეტული სქემა, კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ გვინახავს და შესაბამისად ამაზე დეტალებში მე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის საარჩევნო კამპანია, ეს არ არის პარტიების რბოლა, პარტიების ბრძოლა და მით უმეტეს გაერთიანება, როგორც გაჟღერდა, თუმცა საერთო სტრატეგია რეჟიმის წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი. რა კონტურებს შეიძენს ის და რა შინაარსს, ამას დავინახავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის პარტიები, რომლებიც ამაზე მუშაობენ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რაღაც სატელევიზიო განცხადებები, გაჟღერებული რაღაც სხვადასხვა ფორმატებში, უნდა იყოს საქმიან ფორმატებში. გარკვეული კონსულტაციები ესაუბრები? მიდის, ანუ მე არ მინდა საზოგადოებას შეექმნას წარმოდგენა, რომ რაღაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთად ზის. არის რაღაც პარტიები, რომლებიც რაღაც სტრატეგიაზე მუშაობენ, ოღონდ ჩვენ არ გქონია შინაარსზე ჯერჯერობით არანაირი საუბარი, ცალკეულ პოლიტიკოსებთან გქონდა, ზურა ჯაფარიძესთან მათ შორის, იცით და ეს საჯაროდაც ითქვა, როდესაც ის გამოვიდა ციხეში, ამ საერთო მიზანზე. საერთო მიზანი არის. მაგას შეთანხმებულები ხართ თუ ივანიშვილის მოშორება საერთო? არა, გასაგებია, საერთო მიზანი არის ივანიშვილის მოშორება და კოორდინაცია პარტიების. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ჯერ არ გქონია რაიმე შინაარსზე საუბარი. აპატია, დიდი პატივისცემა, აპატია, მაგრამ ეს უფრო ცარიელი სიტყვები გამოდის, თუ არ ვილაპარაკებთ რაღაც კონკრეტიკაზე. საერთაშორისო ამოცანები, სტრატეგია, რაღაც დეტალზე უნდა ვთქვათ, რომ აი ამოცანა არის, ვთქვათ, რაღაც ერთი საერთო აქციის გამართვა მაინც. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენგან არ ყოფილა ეს ინიციატივა, ვისგანაც მოდიოდა ეს ინიციატივა, არ ყოფილა რაიმე კონკრეტული შემოთავაზება. ამის ხაზგასმა მსურს. ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ ღიაობა იმის თაობაზე, რაც მე უკვე ვთქვი. მნიშვნელოვანია. სათხართ რომ ეგეთ რაღაცებზე მოილაპარაკოთ, აი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რესურსები დახარჯოთ მათ შორის ერთად რაღაც. აი ამას ვამბობ. რამდენი მიმართულება არსებობს? ხო, ქუჩის მშვიდობიანი პროტესტი, კონსტიტუციური, არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. საგარეო ველი, ჩვენი საგარეო პარტნიორებთან მუშაობა რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მეტი წნეხის გაზრდისათვის და ეს ორი მიმართულება ბუნებრივია არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და მიგვაახლოვებს რეჟიმის ცვლილების ამოცანას, ხო? საბოლოო ჯამში. კიდევ ერთხელ ვამბობ, უფრო მეტი შერწყმის მსგავსი გაერთიანება და სიტყვა ერთობა არ ნიშნავს, ანუ მე ხას რატომ უსვამ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ საზოგადოებაში შეიძლება ვიღაცას არასწორი წარმოდგენა შეექმნას. აქ არ არის საუბარი პარტიულ გაერთიანებებზე, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ახლა ზოგიერთ შეიძლება არა აქვს ეს მიზანი, მაგრამ იქ ვინც საუბრობენ, მათაც სურთ თავისი პარტიული იდენტობის შენარჩუნება. ახლა არ დგას ეს საკითხი, ახლა წინა საარჩევნო პერიოდი არ არის. სხვა ეტაპი არის ბრძოლის, სადაც არის ქუჩის პროტესტი, საგარეო მიმართულება და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ქვეყანაში არის ძალიან მწვავედ, ხო? ქიმიური მოწამვლის საქმე იქნება ეს, ფასების საკითხი იქნება ეს, ხო, კორუფციის საკითხი იქნება. ჩვენ ამ ყველაფერზე დუმილს ნამდვილად არ ვაპირებთ, ხო, იმიტომ რომ ეს აღრჩობს რეალურად ამ ქვეყანას. შესაბამისად, ეს არის მუშაობა, რომელსაც პარტია ახორციელებს თავისი ხაზით, მაგრამ არის ეს თავარი ღერძი, რომლის გარშემოც ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი კონკრეტიკისა და რაღაც შინაარსის მოსმენის შემდეგ კონსულტაციებს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რაც უკვე იყო და რაც მომავალშიც იქნება. კი ბატონო, ვიწრო პარტიულად რა ხდება თქვენ თავს ლელოში უშუალოდ? ხო, ვინარჩუნებთ ორგანიზაციებს რეგიონებში, რა მასშტაბით რესურსი იხარჯება ახლა ლელოს რაიონული უჯრედების შესანარჩუნებლად, ან თუნდაც გასაფართოებლად, რა ტიპის ყოველდღიური სამუშაო პროცესი გაქვთ პარტიაში? პარტიაში პარტიული ცხოვრება არ გაჩერებულა არასდროს არც ერთი წამით და ის შედეგები, რომელიც დაიდო 4 ოქტომბერს, ხო, ნიშნავს
57-დან პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში საქართველოსი წარმომადგენლობა საკრებულოში. შეიძლება სატელევიზიო ეთერების თემა არ არის, მაგრამ ჩვენი წარმომადგენლები საკრებულოს წევრები ბუნებრივია, მათ ცალკეული გამონაკლისების გარდა იქ არც ფრაქციები გვაქვს, პრაქტიკულად თითო წევრი თუ არ წარმოდგენილნი, მაგრამ ისინი მუშაობენ, იქ ადგილობრივი პოლიტიკა წარმოებს და ადგილობრივი პრობლემები აწუხებთ, ხო, ადამიანებს. ამავდროულად ეს ნიშნავს, რომ ეს ჩვენ გვაქვს პარტიული უჯრედები, როგორც ხდება ხოლმე, ხო, პარტიულ ორგანიზაციაში. ჩვენ გვაქვს არ დაგვიკარგავს ნამდვილად და გვაქვს მუდმივი კონტაქტი, ვართ ერთიანი შეკრული ორგანიზმი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. მნიშვნელოვანი არის როგორც პროტესტის თვალსაზრისითაც, როცა ამის საჭიროება დგება, მნიშვნელოვანი არის სამომავლოდ, როდესაც ჩვენ მივახცევთ ჩვენს მიზანს. ხო, ორი მიზანი გვაქვს. სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვება და ამ დროს ბუნებრივია პარტიებს სჭირდებათ თავისი პარტიული ორგანიზმი, პარტიული სხეული და ლელოს სახელით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ჩვენ შენარჩუნებული ნამდვილად გვაქვს. ეს არის თქვენი დღის წესრიგი მომავალი კვირების განმავლობაში, თვეების განმავლობაში, ანუ ხედავთ თუ არა რაღაც პროცესს უფრო გეგმისა და გრძელვადიანი ხედვის თვალსაზრისით. ხო, მოდი ვნახოთ, ხო, არის საკითხები, რომელიც არის ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანი, ხო? არაბული ინვესტიციების საკითხი, ქიმიური მოწამვლის საკითხი, რომელიც არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩამოშალა ქართული ოცნების პროპაგანდა თავის დროზევე და ეს საკითხი ნამდვილად არ უნდა მიეცეს დავიწყებას, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა და თავსატეხია ქართული ოცნებისთვის. გამომდინარე მისი საერთაშორისო რეზონანსიდან, საერთაშორისო გამოძიებას და ექსპერტიზას ვითხოვთ, რომ დადგინდეს რაში იყო საქმე და სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულზე არის საკითხი. ბევრის პასუხისმგებლობა დადგება, მათ შორის და თვითონ რეჟიმის პასუხისმგებლობა როგორც ასეთის. მნიშვნელოვანი არის კორუფციის საქმეები, მნიშვნელოვანი არის ფასების საკითხები. ახლა დადგება საკითხი ძალიან მალე ალბათ დღის წესრიგში, იმიტომ რომ მათივე მიღებული კანონმდებლობით ჩართული არის მრიცხველი, ანუ დროის ათვლა დაიწყო პარტიების აკრძალვის პროცესში. ეს საკითხი იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ამას აქვს შესაბამისი გრაფიკი. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 3 თვე ხდება, რაც სარჩელი შეიტანეს და საკონსტიტუციო სასამართლო ჯერჯერობით დუმს, თუმცა დიდი ხანი დუმილიც არ გამოუვა, პოლიტიკური ლიდერები, ხო ზოგიერთი ახლა გათავისუფლდება ხვალ გიორგი ვაშაძე, მაგრამ ვიცით რომ დაკიდებული არის სისხლის სამართლის საქმეები, თებერვალში იქნება უკვე სასამართლო პროცესები. ეს არის ის, რაც ჩვენთვის უკვე არის განჭვრეტადი და ცნობილი, რაზეც შეგვიძლია ავაგოთ პოლიტიკური პროცესი. ერთი რაც ისედაც მოხდება და მეორე, ხო, როგორც ქიმიური მოწამვლის საქმე, არაბული ინვესტიციები თუ ეს ფასების საკითხი, რომელზეც აუცილებელი არის აქტიურობა, განათლების რეფორმა, უბრალოდ განათლების დეფორმა რეალურად, ის კატასტროფა, რომელსაც უქადის ქართული ოცნება საქართველოს განათლების სისტემას და ახალგაზრდების მომავალს, ეს იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და შაბათის მარში ტრადიციული ამ კვირაში სწორედ ამ საკითხს მიეძღვნება. ყოველთვის ძალიან მეთოდურად ესწრებოდით პერსონალურად ამ მარშებს, მაშინაც კი, როდესაც მაინც-ამით მეგობრული არ იყო ხოლმე ლელოს წარმომადგენლების მიმართ განწყობები. ეს მართლაც ესეა და ეს მნიშვნელოვანი არ არის მნიშვნელობა ჩემთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ყოველთვის სწორი გზა და ფორმა აქციები, მიუხედავად იმისა, აქციის მონაწილეების ნაწილი რა დამოკიდებულების შეიძლება თუნდაც ჩემთან პერსონალურად ყოფილიყო. მადლობა ძალიან დიდი.